როგორც ყველას მეც მეგონა რომ გვაქვს 4 ყველი, იმერული, სულგუნი, გუდის ყველი და ეგრეთ წოდებული ქარხნის ყველი, რომელსაც სინამდვილეში ქვია ქართული ყველი. ეს იყო შექმნილი იმერული და გუდის ყველის ბაზაზე, საქონლის გუდის ყველის ბაზაზე, ანუ ფორმა ქონდა გუდის ყველის, მაგრამ საგემოვნო თვისებით იყო როგორც ჩვეულებრივი იმერული ყველი. სპეციალურად შეიქმნა საბჭოთა წლებში იმისთვის, რომ დაეკმაყოფილებინათ მრავალრიცხოვანი მომხმარებელი, მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით, მარტო საქართველოს არა. რასაკვირველია, მეც ზუსტად ამ 4 ყველის იქით არ მიდიოდა ჩემი წარმოდგენა. ერთ მშვენიერ დღეს ვაკეთებდით წიგნს საქმიანი საქართველო და იქ ერთმა ქალბატონმა, რომელიც ცხოვრობდა, რომელიც იყო იძულებით გადაადგილებული სოხუმიდან, გააკეთა ბიზნესი და დაიწყო სულგუნის ბაზაზე რაღაცა ნაირსახეობების კეთება. ეს იყო მისი ფანტაზია. მე თვითონ კი ამბობდა რომ ბებია ჩემი აკეთებდა ამას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ უფრო მისი ფანტაზია იყო და მოიტანა ფოტოები ამ ყველებს. ამ დროს მე ვაკეთებდი წიგნს საქმიანი საქართველოს და გთხოვა რომ ამ წიგნში იქნებ შეიტანოთ ჩემი ნამუშევრები, მე ასე ვმუშაობ. ძალიან აღვთოვანდი და ამ დროს ჩემი კონსულტანტი იყო ამ წიგნთან დაკავშირებით, ეთნოგრაფი ქალბატონი თამილა ცაგარეიშვილი და ეგრევე მოვუბრუნდი და ქალბატონ თამილა ნახეთ მეთქი რამდენი ნაირსახეობა ყოფილა სულგუნის ბაზაზე და მარტო 4 ყველი რატო გვაქვს მეთქი ესეთი უძველესი კულტურის ქვეყანა ვართ, სამეურნეო კულტურის ქვეყანა ვართ, 80,000 წლის ღვინო გვაქვს და მეთქი ძროხა და ცხვარი და თხა და ასე შემდეგ, ესენი ხო ესეთი ხსოვარი ბინადრები არიან და რატომ არ გქონდა ყველში და ვინ გითხრაო რომ არ გქონდაო. რასაკვირველია, მწქვიდე ყურები და მათ ხო ერთი პატარა ბროშურა. საქართველოს რძედარძის პროდუქტები. ეს იყო ბატონი გიორგი გოცირიძის განსვენებული პატარა ბროშურა იყო და არ ვიცი რამდენჯერ წავიკითხე იმ ღამეს ეს პატარა ბროშურა, ალბათ ერთი 100-ჯერ მაინც წავიკითხე, იმიტომ რომ გაოცებაში მოვყავდი დასახელებებს, რომელიც არ მქონდა გაგონილი, რომ თქვათ იმერულის ბაზაზეც კი იყო რამდენიმე სახეობა, ყველის მაგალითად საზანოს ყველი ცალკე იყო გამოტანილი, თერჯოლის ყველი ცალკე, თითქოს იმერულია და კრეფსითაც უნდა იცოდე იმერული, მაგრამ ესე რეგიონების მიხედვით და ადგილწარმოშობის მიხედვით და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ ზოგადად სამეურნეო კულტურაში ღვინოს თუ აქ ტერუარები, აღმოჩნდა რომ ყველსაც აქვს ტერუარები თავისი ერთგულებით მიკროზონაა, იგივე საზანოს იმერული, ერთ ფერდობზე რომ ბალახი მოდის, იმ ბალახით რო იკვებება, იმ ძროხის რძე არის უნიკალური, თორემ მთელი საზანოს ყველი კი არ არის ასეთი კარგი, როგორიც იმ ფერდობზე მოსულია. აი მას რომ ჩავყევი და მე მთელი ლიტერატურა გადმოვალა კიდე ქალბატონ თამილას მოსვენებას არ ვაძლევდი. მითხრა რომ კაცო გამომცემლობა გაქვს რაღაცა წიგნს უშვებ რა ადგინდა ეს ძედაყველი ყველაზე რთული ხალხია არ გაგიგია გამოთქმა რას იცინი ყველის ვაჭარივით აი ვერაფერმა ვერ შემაშინა ვერაფერმა ვერ გამაჭირა იმიტომ რომ რაღაცა მივხვდი რომ ძალიან დიდებულს უნდა მოვედო და ერთ დღეს ჩემს შულს ვეუბნები რომ ახალი პროექტი მაქვს რა პროექტი ქართული ყველი ბავშვი პირდაპირ გაგებით გადმოვარდა ტახტიდან, კარგი რა დედა ხა საინფორმაციო ტექნოლოგიებზე მუშაობს, საგამომცემლო საქმიანობა გინდა გქონდეს. რა ყველი, საიდან მოიტანე ეს ყველი? არა, და დავიწყე მოყოლა. მე გავაკეთებ ყველის ფესტივალს. მე დავიწყებ სოფლებში სიარულს. მე ვიპოვი ამ დასახელებებს. და ამ დასახელებებს ვიპოვი იყო მაგალითად ტენილი ყველი რომ ამოვიკითხე და აღწერა იყო რომ არის ძაფები. ახლა ნუ შოკი მე დავინახე ხა მე თავის ძოზე საოპერატორო მაგ დამთავრებული და ისეთი ხედვები მაქვს როგორც ეკრანზე ისე ხედავ რაღაცებს და აი წარმოვიდგინე ქალი დგას და ძაფებს აკეთებს თერმულად დამუშავებულ ძაფებს სულგუნის ბაზა ის მაგრამ ახლა მესხური ყველა და მესხრობთ ხარ სულგუნის ბაზა აუცილებლად გაგლახავს მე და შენ ამყოფი ვართ მესხეთში და შენ გინახავს როგორ კეთდება ეს ყველა ესე გადამუშავებული თერმულად დამუშავებული ბაზა და ძაფებამდე იმდენ ხანს ატრიალებს მე ყველა ქალი ამ თოკს პირველი თოკი, მერე მეორე, მესამე, 90-ე, 100-ე და მერე იწყება ეს წვრილი ძაფები თმის ღერის ხელა და აი ამას მერე ამოავლებს ნახევში ჩატენის ქილაში, ჩატენის ქოთანში და ამოატრიალებს და ასე აძველებს რამდენიმე თვე. აქვე გაჩნდა კითხვა, ესე იგი დაძველებული ყველი გქონდა? ესე იგი დავარგება ვიცოდით? წელიწადზე მეტი ძლებდა ეს ყველი და დავიწყე უკვე ასეთი ყველების ძებნა, რომელიც ძლებდა დიდ ხანს, იმიტომ რომ ჩვენ სამწუხაროდ იმ დროით, როცა მე ამ პროექტს ასე ვთქვათ გამოვედე, ხანგრძლივი ყველები არ გქონდა. ერთადერთი გუდის ყველს აქვს ეს ფუფუნება, რომ დავარგდეს, გუდაში დავარგდეს და შეინახონ ერთ წელიწადზე მეტი.
თუმცა ამის გამო ზედმეტი მარილიანობა აქვს ხოლმე და პრობლემები თავისებურად ამ მარილს აქვს, მაგრამ იმდენად გემრიელი ხანდახან ამ მარილს ადამიანები არ იმჩნევენ. ბუდის ყველი ერთ-ერთი დარბაისელი ყველია და მე ვიტყვი რომ კლასიკური ყველია და მსოფლიო მასშტაბით აქვს აღიარება, იმიტომ რომ ითვლება ცხვრის ყველა და იშვიათ ყველად, მთის ყველად, ამიტომ მას თავისი ნიშა აქვს და აღიარებაც არ დაკლებია ამის გამო და სხვათა შორის საბჭოთა წლებშიც მეცხვარეობის განვითარების კვალ და კვალ საკმაოდ აქცენტი ყველა თითქოს გადაშენდა მათ შორის ტენი. ანუ ამ ყველებს რომელსაც მე გამოვედე, რომელთა შესწავლაც მომიწია, თვლიდნენ ბურჟუაზიულ ყველებად, იმიტომ რომ ახლა ნახეთ 4 საათი ხალი გაუჩერებად აკეთებს ყველას. იმ ხელა შრომა იდება, რომ არავინ ამდენ ხანს არ მოითმენდა, რომ ინდუსტრიულ ყველას რო გადაკეთდა ზოგადად ქართული ყველი და მთელი საბჭოთა კავშირი უნდა მოემარაგებინათ, იმიტომ რომ ასეთი იყო დავალება, რომ ფერმები უნდა გაკეთებულიყო, იყო ეს ფერმები და ეს ყველები ზედმეტად მიიჩნიეს, იმიტომ სახალაფორთო ყველებია. მაგრამ გემო რომელიც ამ ყველებს აქვს, მე მაგალითად პირველად რო გამასინჯეს ტენილი ყველი, მეგონა სხეულს დავტოვებდი, იმიტომ რომ ეს არის რაღაც, ანუ კარაქი და ყველი ერთად არის, ანუ მოცარელას გემო, სულუგუნის გემო და პლუს კიდე კარაქი, პლუს კიდე ნაღები, პლუს კიდე რა მასკარპონე რაღაც. აი მსოფლიო ყველების ერთობლიობა, გემოების ერთობლიობა და იმდენად საინტერესოა, რომ მეგონა მართლა სხეულს დავტოვებდი, იმდენად საინტერესო იყო და მერე უკვე დაიწყო ჩემი მოგზაურობა, მივაყიდე ერთ ოთახიანი ვინა მქონდა. არავის არ ეგონა თუ მე არავინ არ მაფინანსებდა და არც არავინ არ მაფინანსებდა, კი არა, ვიღაცები ფიქრობდნენ, რომ გაგიჟდა ეს ქალი რა დარბის და 4 ყველის ქვეყანაში იძახის, რომ 100 ყველი გვაქვს აიდან. და პირველად რომ შევიტანე განაცხადი ეკონომიკის სამინისტროში, რომ ყველის ფესტივალი მინდა გავაკეთო. როცა მე ჩემს შულს უთხარი, რომ ყველის ფესტივალიც მექნება, ესეც მექნება, ისიც მექნება, მე მთელი ეს წლები დავინახე წინას და რა მოხდებოდა. როგორ დაიწყებოდა ამ ყველებზე საუბარი, როგორ გაჩნდებოდა ყველის სახლები, ყველის კუთხეები, ყველის მაღაზიები, ყველის დახლები და როგორ მიიქცევდა საერთაშორისო საზოგადოების ყურადღებას, ისე აგიხდეთ თქვენც და მეც ყველაფერი კარგი, BBC, National Geographic, აგერ თქვენ მირი რამდენჯერ გააშუქეთ ჩვენი ფესტივალები და რამდენჯერ მქონდა თქვენთან ინტერვიუ, ანუ ძალიან დიდი რეზონანსი გამოიწვია და გაჩნდა სათაურები საქართველოს ყველი 80 საუკუნის არის ქალი რომელმაც მივიწყებული ყველები აღადგინა და აღუდგინა არა მარტო საქართველოს, არამედ კაცობრიობას, ესეთი მყвирალა სათაურები ქონდა და აი Savoy არის ესეთი კულინარიული ჟურნალი, რიგით მეოთხე ჟურნალია სიდიდით მსოფლიოში. იქ გამოაქვეყნა ჩვენზე სტატია დევიდ ფარლინ, რომელიც ძალიან ამბიციური ბლოგერია. და აი უთბილესი სტატია იყო. მან იმოგზაურა ჩემთან ერთად სვანეთში, დმანისში და ერთად, ასე ვთქვათ, გაუწიეთ პოზიციონირება შუშველა ყოლს, რომელსაც დღესაც არ იცნობს ქართული ბაზარი ფართოდ. აი მაგალითად სვანური ყველი ნარჩვი საკმაოდ პოპულარულია და ამ სივრცეში ახლა სადაც ჩვენ ვიმყოფებით, ნარჩვზე საკმაოდ ისეთი სერიოზული მოთხოვნა არის. მაგრამ აი შუშველა არავინ არ იცის. აჭარაში კი ცოტა გაჟღერდა ახლა და დაიწყეს შუშველას კეთება. მე თვითონ სრულიად შემთხვევით ვიპოვე, ვეძებდი, ვერსად ვერ მივ, კვალიც კი, ადამიანიც კი ვერ მიპოვე, მთხრობელი, ვინც მეტყოდა, რომ აი კი ჩემი ბები აკეთებდა და სრულიად შემთხვევით ხულოში რაღაც სემინარზე ვიყავი და სასადილოში ქალბატონმა დიასახლისმა, სასტუმროს დიასახლისმა, იქ ტრენინგებს გვიტარებდა უცხოელი ადამიანი, სულ სხვა თემაზე ვიყავით წასულები მე და დარეჯან კანთელაძე და გამოიტანა ყველი მაგიდაზე და იმ წუთში მივხვდი, რომ ეს არის შუშველა. ანუ აღწერა გემო ხომ ახსოვდა როგორი იყო და ვუთხარი ეს რა ყველია? შემოიტყა თავში ხელი, ბოდიში, ეს ჩემი ყველია, ჩემთვის წამოვიდა სახლიდან, ეს თქვენი არ, თქვენთვის არ იყო, თქვენ აი და ხარხის ყველი გამ. არა, მე ვუთხარი, ხელი გაუშვი ამ ყველას მეთქი, ამ ყველს 7 წელია ვეძებ მეთქი. ეს შუშველაა? კიო, თქვენ საიდან იცითო? მე ვთქვი, ამას ვეძებ 7 წელია. აი ესე შემთხვევით ვიპოვე, მე აღმოჩნდა, რომ დმანისში გადასახლებული აჭარლები, ეკომიგრანტები თურმე აკეთებენ ამას და ის ადამიანი დევიდ ფარლი რომ ჩამოვიდა ჟურნალ Savoy-ისთვის, სწორედ დმანისში წავიყვანე და იქ გადავიღეთ ეს ყველი და იმას დღემდე ახსოვს ამ ყველის გემო შეშლილი იყო, იმდენად საინტერესო გემო ქონდა, ავსტრალიელი ფოტოგრაფი ახლდა სხვათა შორის და ის ამბობდა, რომ თქვენ მე მგონი ქართველები ნორმალურები არ ახართ, ასეთი ყველი გაქვთ და არ გაქვთ რესტორნებში ეს ყველი. ეს გარიჟაჟი იყო ჩემი პროექტი, ამიტომ იმის მერე რასაკვირველია გაჩნდა რესტორანშიც კუთხეები და ეხა ტენილი ყველი, ნარჩვი, დამბალხაჭო, ეს იშვიათი ყველები, ეს რომელთაც უკვე აქვს სხვათა შორის არამატერიალური კულტურის ძეგლის სტატუსი ქართულ კულტურის სამინისტროს მიერ მინიჭებული. წელს ვიწყებთ მუშაობას იუნესკოს-ში წარსადგენად, ოღონდ მთლიანად ქართულ ყოლს წარმოადგენთ, ცალკეული სახეობები არ იქნება
და ალბათ ერთი წელი მოგვიწევს ამაზე მუშაობა და იქით აწელს ალბათ კულტურის სამინისტრო წარადგენს როგორც პური წარადგენს, ზუსტად ისე წარდგება ქართული ყველს და კიდევ ერთი აღიარება ექნება ქართულ ყველს. ეს იყო პატარა ისტორია, როგორ სრულიად შემთხვევით მოვხვდი ყველის სფეროში და დღეს მგონია რომ ეს არის მისია და არაფერი ამის გარდა არ მაინტერესებს. არაფერი სხვა გარდა ყველისა დილას ყველი მაინტერესებს, შუადღეს ყველი მაინტერესებს, სულ ვეძებ, სულ რაღაც ჩდება ახალი თემები. ეხლა მაგალითად აჭარის დეპარტამენტმა დააფინანსა წიგნი, ესეთ პირობით სათაური ქვია ამბავი ყველაზე, მაგრამ ალბათ შეიცვლება ეს სათაური და ისეთი ფუფუნება მაქვს, რამდენიმე ეთნოგრაფი დავიქირავეთ, რამდენიმე რედაქტორი დავიქირავეთ, თარგმნელი, მე რასაკვირველია დავწერ ტექსტებს და ჭკუაზე არა ვარ სიხარულით, იმიტომ რომ ბევრი ეთნოგრაფი იმუშავებს წიგნზე და მე რაც არ მქონდა მოკვლეული მარტო ყველი კი არა, ყველის გარდა ძის პროდუქტები სხვა უამრავია, ხო? იქ ერბოა, იქ ხაჭოა, იქ კალტია, იქ იაკინკალტი, 1000 ისეთი თისყველები და თისხაჭოსებრები და ნადურისებრები და რაღაცეები, რომელიც მეორად პროდუქტად ითვლება, ამ ადამიანებმა, ამ ეთნოგრაფებმა ყველაფერი ამოიღეს, ასე ვთქვათ, მუზეუმებიდან და წიგნებიდან და ველოდების სასწაულებით იმ წლის ბოლოს ეს წიგნი დასრულდება და იქნება ერთ-ერთი სრულფასოვანი წიგნი ქართულ ყველზე. ასე რომ ყველაფერი ლოგიკურად განვითარდა. ქართულ ყველს დასაწყისში არც არაფერი ქონდა, მეტიც ხალხი იცინოდა რომ 4 ყველი ფესტივალი უნდა გააკეთოს ამ ქამაოდ ყველზე. აღმოჩნდა რომ ასე არ იყო, 2010 წელს როცა ჩატარდა პირველი ფესტივალი, ჩატარდა, იმიტომ კი არა რომ მე მოვითხოვე, იმიტომ რომ რაღაცა ღონისძიება ქონდათ, რაღაცა მასშტაბური ღვინის კონგრესი 33-ე მსოფლიო კონგრესი და ვიღაცას გაახსენდა რომ ეს კაი დადის იძახის ყველი და მოდი გავაფორმებინოთ ეს ღვინის კონგრესი და ასე ვთქვათ გამიმართლა რომ დელეგაციის ხელმძღვანელი იყო ფრანგი მეღვინე, ძალიან საინტერესო ადამიანი და მეორე დღეს, როდესაც ეს ყველაფერი ჩატარდა, ადამიანები ავტობუსებიდან არ ჩამოდიოდნენ, ნახეთ ამათი ყველი 4 ყველი და ერთი ექსპერტი იყო მატიას ლამპი და მეუბნებოდა რომ ანა რა გინდა ეს ფესტივალი, რა ფესტივალი უნდა you have only 3 type of cheeses, salt cheese, very salt cheese and very very salt cheese. მედი ყველი თქვენ არა გაგვდა, რისი ფესტივალი უნდა ჩაატარო. ეხლა დადის და ხელზე მკოცნი და სულ მეკითხება, შენი ძეგლი დგას სადმე? დგას შენი ძეგლი სადმე? აქ ცხოვრობს დღემდე ბატონი მათიას ლამპი და აი ეს დამოკიდებულება ქონდათ ამ მეღვინეებს, ასაო ნახეთ კაცო რესტორანში რაღაცა მარილიანი ყველები აქვთ. და რომ ჩამოვიდა ერთი ებრაელი ჩამოვიდა, ხა ქართველ ებრაელს ხო იცი, მაინც ყველაფერი აინტერესებს და რომ გასინჯეს ამდენინაირ ფეროვნება ყველების, აბრუნდა მათო. ჩამოდით ხალხ, ყველის 60-ში ვართ. ეს იყო პირველი ფესტივალი, სიღნაღის ბაღში ჩატარდა, ბებრის ბაღი ასე ქვია იმ ბაღს და აი მოხდა სრული საოცრება, ადამიანები ვერ ჩერდებოდნენ, მე მაქვს ბოლომად ფოტოები, მარია იყო თუ გახსოვთ, საფრანგეთის ელჩი დიდი ქალი რო იყო ესეთი, როგორ გაოგნებული ჭამს ამ ყველებს და სრული შოკი იყო და მეორე დღეს რუსთავი ურზე გამოვიდა ეს დელეგაციის ხელმძღვანელი ფრანგი და თქვა, თქვენ ღვინის სამშობლო კი არა, მე მგონი ყველის სამშობლო ხართ. აი როგორ უნდა ეხვეწო უცხოელ ექსპერტს რომ ეს წამოაცდევინ, რომ თქვას, რომ თქვენ ყველის სამშობლო ხართ. აი იმის მერე ავიკიდეთ ეს ასე თქვათ, მშვენიერი არღლიკი, რომ ვართ ღვინის და ყველის სამშობლო. მე ამას ცხადია არ შევეშვი, არ დავთმეს ასე თქვათ ნომინაცია და სადაც არ მივდივარ, რა ფორუმიც არ უნდა იყოს, რა ფესტივალიც არ უნდა ჩავატაროთ, რასაკვირველია ვიწყებ ამით, რომ ჩვენ გვაქვს 80 საუკუნის ღვინო და ასევე გვაქვს 80 საუკუნის და რატომ? მე გამოუშვი პატარა ბროშურები, ყველის არქეოლოგია, ყველის ეთნოგრაფია, ყველის რეცეპტები, ბევრი ქართულ ყველს რომელსაც არაფერი არ ქონდა იმ 4 ყველის გარდა და აღმოჩნდა რომ ბევრი ყველი აქვს თავის ნაირსახ, მაგალითად იგივე სულგუნის ბაზაზე უამრავი 16 სახეობა არის დაფიქსირებული და მათ შორის არავინ რომ არ იცოდა თურმე მეგრული გუდის ყველი არსებობს და ჩვენ რო გვეგონა რომ კრემყველი არა გვაქვს, იმიტომ რომ მაწნისებრია მეგრული გუდის ყველი, წიწაკით კეთდება, ვარგდება ესეთ სპეციალურ გუდაში, თხის გუდაში და რაღაცა სასწაული მიკროფლორა აქვს და მე ისეთი უზნეობა მჭირს ამ ყველს რომ ვჭამ, გამოვივლი, ვერ ვჩერდები. ამიტომ ყველი არ უნდა დამიდო ახლოს. აი უსაშველოდ საინტერესო გემო აქვს. წიწაკით არის მართალია, მაგრამ აი ეს სირბილე, მაწნისებური მასა და აი ნამდვილი რძის გემო, აი პირველი ინფორმაცია რაც მოდის რძე. აი ყველის ღირსება ჩემთვის არის, როცა მასში დიდი რაოდენობით არის რძის გემო.
თუ ეს არ არის ჩემთვის ის ყველათ არ ითვლება. ამიტომ ბევრ ქართულ ყოლს ეს შენარჩუნებული აქვს რძის გემო და არ არის ძალიან ასე ვთქვათ გადატვირთული სხვა რამე ესეთი კულტურებით და მიკრობიოლოგიურადაც ძალიან საინტერესოა, თუმცა სამუშაო ამ ქვეყანას ძალიან ბევრი აქვს, იმიტომ რომ ერთია საგემოვნოთვისება და მეორეა თქვა სიტყვაზე უვნებლობა, ამიტომ ეხლა მაგალითად ჩემი ბოლო საქმიანობა პირდაპირ უკავშირდება უვნებლობის თემებს და ვფიქრობ, რომ ამასაც გადავლახავთ, რომ ვიყოთ ძალიან ისეთი ჯანმრთელი, უსაფრთხო და გემრიელი ყველის მწარმოებელი ქვეყანა.